მე თქვენ დაგპირდით, რომ თუ კი გამოჩნდებოდა კლინიკა, რომელიც ეკას და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გულთან ახლოს მიიტანდა, ამის შესახებ აუცილებლად მოგიყვებოდით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კმაყოფილი პაციენტი და მე რასაც ვუყურებ 100-დან 100-ვე პაციენტი 100% კმაყოფილი არის. არასდროს არავინ არ უნდა იფიქროს, ვინც ამ კლინიკაში შემოაბიჯებს ფეხს, რომ რაიმეს დავაკლებთ, ან ცდას დავაკლებთ. აუცილებლად ყველაფერს მაქსიმალურად რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთებთ. ჩემი მიზანი იყო სხვა ადამიანებსაც დავეხმარო, ვისაც ჭირდება რეაბილიტაცია. თურმე ოცნებები ხდება და სურვილები, იმიტომ რომ რიანოვაზე ვიცოდი და ძალიან მინდოდა აქ მოხვედრა. მადლობა, არ ვიცი, აი სიზმარში მგონია თავი. მათ ეს დაახლოებით რა პერიოდი დაჭირდება მკურნალობის კურსის და რა შეგვიძლია მათ ეს როგორც სპეციალობიანი, ასე მოკლევადიანი მკურნალობა დაჭირდება, დაახლოებით დაჭირდება 1 წელიწადამდე. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, მაგრამ მზად ხართ, ხო? კი, მზად არ სიხარულით. იმდენად ბევრია სამუშაო და გასაკეთებელი და ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, რადგანაც ავიღეთ ჩვენს თავზე და აიღო რეანო ამ პასუხისმგებლობა, ჩვენ პირნათლად შევასრულებთ მას. იმდენი ტრავმა მქონდა, იმდენჯერ ვიყავი ხოლმე რეაბილიტაცია და საკუთარი კლინიკა გავხსენით. დღეს ოდნავ განსხვავებული ფორმატით ვარ მოსული და ვარ ძალიან ამაყი, რადგან რამდენიმე კვირის წინ ჩვენს არხზე დაიდო გადაცემა, სადაც ქალბატონი ეკატერინე მამულაშვილის ამბავი მოვისმინეთ და ამაყი ვარ იმისთვის, რომ ეს გადაცემა გადაცემისთვის არ ჩაიწერა. ეკა ამ გადაცემაში გვიყვებოდა საკუთარი მძიმე ამბის შესახებ, რომ მას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ასევე მის შვილსაც ჯანმრთელობის და მატერიალურიც. და სანამ თქვენ მოგწერდით, ძალიან ბევრი კლინიკას მივწერე, აბსოლუტურად ყველგან ვასმირებდი. ეხლა რაზე ოცნება? ჩვეულებრივ სრულფასოვან ცხოვრებაზე. მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი მაყურებელი ეკას თუნდაც მცირედით, მაგრამ დაეხმარა და მისი მდგომარეობა ოდნავ უკეთესი გახდა. მე თქვენ დაგპირდით, რომ თუ კი გამოჩნდებოდა კლინიკა, რომელიც ეკას და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გულთან ახლოს მიიტანდა, ამის შესახებ აუცილებლად მოგიყვებოდით. სწორედ ამიტომ ვიმყოფები ისევ და ისევ ქალაქ რუსთავში კლინიკა რეანოვასთან. ეს არის კლინიკა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ენახა ეკას შვილი, მათე, რომელსაც მეც არ ვიცნობ და თქვენთან ერთად გავიცნობ, იმყოფებიან ახლა კლინიკაში და გავიგებთ იმას, თუ რა სახის დახმარებას გაუწევს ეს კლინიკა. ძალიან მიხარია, რომ მოკლედ მოვხვდით თქვენთან და მიხარია ის, რომ სწორ ადგილას მოვედით. პირველი ერთი ზარით უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგხმარებოდით. თქვენი კლინიკის ამბავიც მაინტერესებს, საკმაოდ საინტერესო სიახლე გაქვს ლაშა და ესეც მინდა რომ გვითხრა და გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში გეტყვით, რომ მიხარია, რომ გადავდგით ეს ნაბიჯი ჩვენს პარტნიორთან ერთად, ვეხმარებით ადამიანებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კმაყოფილი პაციენტი და მე რასაც ვუყურებ 100-დან 100-ვე პაციენტი 100% კმაყოფილი არის. რამდენი ხანია რაც ეს იდეა გაგიჩნდათ, რამდენი ხანია რაც ეს არაჩვეულებრივი კლინიკა არსებობს? ამბავი ეს საინტერესოდ მოხდა, მეც ხა იცით სპორტსმენი ვარ, ძირითადად ტრავმებთან ძალიან ბევრი კავშირი მაქვს. მე ვიყავი ბატონი მირიანის ჩვენი მთავარი ფიზიოთერაპევტის პაციენტი, ხშირად მიწევდა მისვლა ფიზიოთერაპიებზე და ესე ვთქვათ დავმეგობრდით. მერე მოვიდა ისე რაღაც მომენტი, გავცვალეთ აზრები, მომავალი გეგმები და მირიანმაც ესე ვთქვათ ეს აზრი დაბადა, გააჩინათ, როგორც ვთქვათ და გადავდგით ეს ნაბიჯი. გამოცნო მერე მისი ძმა, მისი უფროსი ძმა, კახი, რომელიც ეხლა კახის გარეშე აქაურობა ჩემი აზრით შეუძლებელი იქნებოდა, რომ აი ესეთი ხარისხი და ესეთ დონეზე ამოქმედებულიყო. პირადად მე გეტყვი ჩემს გამოცდილებას, როდესაც დაუკავშირდით კახის, არც კი დაფიქრებულა, თქვა რომ ამ კეთილ საქმეში აუცილებლად დაგვეხმარებოდა და ეს პირველ რიგში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი. მე ისე თქვა მინდა, იცით რომ ჩვენ ვართ უბრალო ოჯახებიდან, ჩვენ არ გვავიწყდება საიდან მოვდივართ, იმიტომ რომ ჩვენს გავიართ ის გაჭირვებაც, ესე ვთქვათ, მისი მშობლები ემიგრანტები არიან, წასულები არიან და ჩვენ ყველანაირად მაქსიმალურად გვესმის იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ საშუალება. ჩვენც ისეთი ოჯახიდან ვიყავით, 3 ძმანი, სპორტსმენები და სულ იყო ის მომენტი, რომ გჭირდებოდა რაღაცა გვერდით დგომა და ეს ყველაფერი გავლილი რო გვაქვს, ამიტომაც მე 100% დარწმუნებული ვარ, კახი, მირიანი და მეც ესეთ რაღაცაზე არ დავფიქრდებით და უფრო ბევრი ეგეთი პროგრამა გვაქვს, რომ ვეხმარებით მოსახლეობას და ჩვენს თანაქალაქელებს და სრულიად ქართველებს, ვინც მოგმართავს, რითი შეგვეძლება მაქსიმალურად გვერდით დაუდგებით. რამდენი ხანია რაც არსებობს ეს კლინიკა?
კახი გვეთ, მე მგონი ნოემბერში გავხსენით 2 ნოემბერს გაიხსნა ოფიციალურად ეს კლინიკა. შენი ჩართულობაც კიდევ ბევრს ნიშნავს. აი ზუსტად მაგას ვამბობ, ადამიანებმა იციან საქმე, პროფესიონალები არიან. ჩემი კუთხიდაც ესე რომ ვთქვათ, ხალხის უფრო ნდობა უჩნდება. კლინიკის შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებით მომიყავით შემდეგ უკვე ჩვენს სტუმრებზეც რა შეიძლება რომ გავუკეთოთ და ასე შემდეგ. მაინტერესებს ყველაფერი აქ რაც ხდება და მინდა რომ დამეთვალიერებინოთ. კლინიკას რაც შეეხება, ეს არის ის ადგილი, სადაც შეუძლია ადამიანი მოვიდეს, თვალდახუჭული გააყოს კარი და მაქსიმალური პროფესიონალიზმით, მაქსიმალური ემპათიით, მაქსიმალური სიყვარულით დავხვდებით და ჩავიკრავთ გულში. არასდროს არავინ არ უნდა იფიქროს, ვინც ამ კლინიკაში შემოაბიჯებს ფეხს, რომ რაიმეს დავაკლებთ, ან ცდას დავაკლებთ. აუცილებლად ყველაფერს მაქსიმალურად რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთებთ. ზოგადად მომსახურებას მინდა შევეხო, ანუ სრული სარეაბილიტაციო მომსახურება. ჩვენ შეგვიძლია უმკურნალო სპორტსმენებს, შეგვიძლია უკრავდოთ ნევროლოგიურ პაციენტებს, შეგვიძლიათ უმკურნალოთ ტრავმატოლოგიურ პაციენტებს. ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი ევროპული ხარისხის, უმაღლესი ხარისხის აპარატურა და ამას დაგათვალიერებინებთ, მაგრამ გადავბრძანდეთ თუ არ შეგიშლით ხელს, მოგბრძანდით. მოგბრძანდით. აქ არის, ეხლა იქით ოთახში პროცედურა მიმდინარეობს, კიდევ ვერ გადავალთ იქით. აქ არის ძირითადი ჩვენი ის ხელსაწყოები, რომლებიც უშუალოდ ფიზიოთერაპიულ პროცედურებში გვეხმარება. იქით არის, ეხლა არ ვიცი კამერაში ჩართო არა და დიდი ალბათობით არ ჩანს, კომბინირებული ლაზეროთერაპიის, მაგნიტოთერაპიის, ულტრაბგერით და ელექტროთერაპიის აპარატი. ასევე გვაქვს უმაღლესი ხარისხის ვაკუუმ თერაპიის აპარატი და იგივე აქეთაც იგივე აპარატურაა, ეს იმიტომ რომ პაციენტის ნაკადებს აუთავდეთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კლინიკაში დაგვემატება მალე ტეკარ თერაპია და დარტყმიტარღვოვანი თერაპია, რომელიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს პაციენტის რეაბილიტაციაში. აქეთ გადავინაცვლოთ სავარჯიშო სივრცე ნახოთ ჩვენი, იმიტომ რომ რეაბილიტაცია ვარჯიშის გარეშე და იმის გარეშე ცოტა რთული წარმოსადგენია, გვაქვს ის საბაზისო ინვენტარი, რაც ვარჯიშისთვის სჭირდება ზოგადად ადამიანს. იქით გვაქვს მასაჟისთვის, სადაც გითხარით, რომ ეხა პროცედურა ტარდება, გვაქვს სივრცე მასაჟისთვის, სამკურნალო მასაჟის და როგორც სპორტული მასაჟი, ასევე მასაჟის მრავალი სახეობა მაქვს. არ მინდა რომ კონკრეტიკაში შევიდე, იმიტომ რომ შეიძლება რამე გამორჩეს. კვლევებიც სტარდება ადგილზე. კვლევებს რაც შეეხება ვიზუალური და კლინიკური გამოკვლევებისთვის, გვაქვს ესეთი პატარ-პატარა დანადგარები, რომლითაც ვაკეთებთ კვლევებს. ხო, რაც შეეხება დიდ აი ესე კომპიუტერულ ტომოგრაფიას და შემდეგ, სხვა კლინიკასთან გვაქვს ხელშეკრულება და მოკლედ იქ უშვებთ ხოლმე ჩვენს ბენეფიციარებს. ძირითადად მაინც რა სახის მკურნალობა არის, ვინ შეიძლება რომ დაინტერესდეს და მოვიდეს? აქ უნდა მოვიდეს და ჩვენ ვუმკურნალებთ ადამიანებს, ბავშვებს, მოზარდებს ტანდეგობის დარღვევით. ასევე ყველაზე გახშირებული ყველაზე დღეს ძალიან დიდი პრობლემაა ტრამბული დარღვევები. ასევე არის ეხა ძალიან გახშირდა მენძბარძაყის და მუხლის პროთეზირებები, იმპლანტაციები. ამ ოპერაციის შემდგომ პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, ასევე სამწუხაროა და ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის და ნევროლოგიურ ნოზოლოგიაში გადის, ეს არის ინსულტი. შეგვიძლია ჩვენ ასევე ინსულტიანი პაციენტების მიღება. ყავს ეხლა აქტიურად პაციენტები, რომლებსაც კიდურები ჰქონდათ დაკარგული, ვერ ამოძრავებდნენ თითები და დაუბრუნდეთ მოძრაობას და დაუბრუნდეთ ცხოვრების მეტნაკლებად ხარისხიან სტილს. სპორტული ტრამვები სპორტსმენებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დაწესებულებას. დანარჩენი კიდევ უფრო დეტალებზე მე სხვა დარგის სპეციალისტი ვარ უფრო და ჯობია ჩემაზღამ გაისაუბროს, მე რომ რამე შეცდომაში არ შევიდე. ბატონი მირიან მუნლაძე ხელმძღვანელობ როგორც ფიზიოთერაპიის ისე ფიზიკური ნაწილით ვატარებ აპარატურულ თერაპიებს, ვატარებ ფიზიკურ თერაპიებს, სადაც რაც მოიცავს ვარჯიშებს, სამკურნალო გაწევლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ ბევრ ადამიანს შემიძლია დავეხმარო და ჩემი კომპეტენცია და ჩემი გამოცდილება მათ გაუზიარო და ასე ვთქვათ, შედეგიც მივიღო. ჩემი მიზანია რომ სხვა ადამიანებსაც დავეხმარო, ვისაც სჭირდება რეაბილიტაცია. და ეხლა მითხარი ჩვენი სტუმრების შესახებ, ჩემი გადაცემის სტუმრები, ეკა და მისი შვილი, მის შვილს აქვს სერიოზული პრობლემა. რაც შეგვიძლია რომ უთხრათ მაყურებელს, რა სახის პრობლემაა, რაც თქვენ ნახეთ და რა შედეგამდე შეიძლება რომ მივიდეთ ჩვენ შეგ. ბავშვს აქვს
ტანდეგობის დარღვევა, მოიხსენებათ ხერხემლის პათოლოგია, სკოლიოზი, რასაც ეწოდება. მას ჭირდება აუცილებლად ფიზიკური თერაპია, სამკურნალო ვარჯიშები ჭირდება, ასევე ჭირდება აპარატული ნაწილიც და ჩვენ გზავთ ვართ, რომ მას დავეხმაროთ, მის დედიკოსაც სტიმული მივცეთ იმის, რომ გვერდში დაუდგეს და მშობლის და ჩვენი ხარდაჭერა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის არც ერთ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ის შედეგი მივიღოთ, რაც ჩვენ გვინდა პირველ რიგში და შემდეგ მის მშობელს რაც უნდა და რა თქმა უნდა თვითონ ბავშვსაც. ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება. ხო. ანუ იქნება ყველაფერი კარგად, ასე თავარია, ხო? ძალიან კარგი, ხა ეკასაც გავესაუბროთ. პირველ რიგში მითხარი შენი ემოციის შესახებ, როდესაც გაიგე, რომ ასეთი არაჩვეულებრივი კლინიკა რიანოვა გამოჩნდა, რომელიც დაგეხმარებოდა მათ ეს პრობლემის მოგვარებაში. მაყურებელს მინდა რომ გაუზიაროთ, რომ მე ვიცი ეს ემოციები შენ. მე პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ როდესაც ასეთი პრობლემა დგას, გაქვს საშუალება არა ყოველთვის ეძებ რაღაც ათვალიერებ, ნახულობ, ეცნობი სხვადასხვა კლინიკებს, რომელიც გავს მომსახურებას უწევს პაციენტს და აი არ ვიცი რატო სულ ამოჩემებული მქონდა რიანოვა. ნახულობდი შედეგებს. ანუ იცოდი ამ კლინიკის შედეგი. იყო მოზარდი მათესტოვი ბავშვის ფოტო გაზიარებული. აი თითქმის იგივე პრობლემებით, სერიოზული და აი სულ რაღაც 16 პროცედურა მე მგონი ესე მახსოვს, ისეთი მაგარი შედეგი იყო. მაშინ მივედი და მათესტოვი რომ ნახე მეთქი რა როგორი შედეგი აქვს. ეს აი ძალიან მინდოდა, რატომღაც თურმე ოცნებები ხდება და სურვილები, იმიტომ რომ რიანოვაზე ვიცოდი და ძალიან მინდოდა აქ მოხვედრა. ეს თქვენი უხერხემლოების დამსახურება იყო ეს ბავშვი რა? ჩვენი მთლიანი გუნდის დამსახურება იყო, ყველანი ჩართულები ვარ და ყველანი ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ რაც შეიძლება კარგი შედეგი დავდოთ. ამიტომ მეტი წილი შემიყო, მაგრამ ჩემი გუნდის დახმარებით შევძელით ის, რომ ეს შედეგი მიგვიყო და ისევ და ისევ არ დავიშურებ ძალისხმევას იმისთვის, რომ მათ ესაც იგივე შედეგი დავუდოთ. თან თქვენ როგორც მითხრეს, ახალი გახსნილები ხართ სადღაც ნოემბერში და უკვე ქალაქში რო გავრცელდა ეს ხმები და უკვე ეკამრო იცოდა გამოჯანმრთელებული თქვენი პაციენტების შესახებ ძალიან კარგია. შემდეგ იყო აი ეს ბედნიერი ზარი, რომ რიანოვა თავზე იღებდა მათ ეს რეაბილიტაციას და მკურნალობას. მე იყო მოსვლა მაგ. პირველი შეხვედრა მოკლედ თქვენ გქონდათ. მოდიხარ, როცა ასეთი მოსვლა გერიდება ძალიან. ეს ბუნებრივია და ყველა დამეთანხმება, რომ გწვენია გერიდება, მიუხედავად იმის, რომ თანხმობა მზადყოფნას გამოთქვამენ. პირველი რო შემოდიხარ, აი ხდება შემოსასვლელთან მარიამი და აი მარიამის პირველი წუთიდან მისი დამოკიდებულებით გეხსნება აი ეს შებოჭილობა, ეს რაღაც დაძაბულობა, ეს ულამაზესი გოგო მთლიანად გიხსნის ამას. მერე გავიცანით უკვე მირიანი, ბატონი კახე, მაშინ ბატონი ლაშა არ იყო იმ წუთას, სალომე გავიცანი, ყველა ერთად აი შემოგვიხვიდნენ ესე გარშემო ძალიან თბილად მეგონას, მეგონა რომ ძალიან დიდი ხანი ვიცნობდი. გარდა იმის, რომ აი ბატონმა მირიანმა გასინჯა მათე იმ წუთას რაღაც ბატონმა კახიმ იმის გარდა, რაც თქვათ მკურნალობას ეხება, აი ეს რაღაცნაირად ერთი-ორი სიტყვა უთხრა და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია. ანუ მე ამით როგორ რამიდა იცით აღნიშნო, რომ გარდა იმის, რასაც აკეთებენ მკურნალობას, გარდა საქმისა აქვთ სულ სხვანაირი დამოკიდებულება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ამ არ შემოიფარგლებიან მხოლოდ ამ საქმის გაკეთებით, აქვთ ძალიან ადამიანური, ძალიან ესეთი თბილი დამოკიდებულება, ხო გეუბნებით ხარ. ძალიან რთულია დღეს 15 წლის მოზარდზე, ესე უცებ ერთი ნახვით გავლენა ქონდეს და შენი სიტყვები იმას ხნა, მე გაითვალისწინოს, მაგრამ აი ბატონმა კახი მითხრა, რომ აი ოცადეო რომ ხრებში რაღაცნაირად თუ გაიმართო და ჩვენ დავალებებს რომ მოგცემთ გააკეთო. აქედან ესე რო გამოდა, იმის მერე სულ ახსოვს, ანუ აი ძალიან და მადლობა, არ ვიცი, აი სიზმარში მგონია თავი, რომ ასეთი დონის კლინიკა არის რუსთავში, მეამაყება და აი რომ ამ ხალხმა გადაწყვიტა და აი ასეთი პროფესიონალების ხელში იქნება მათი შემრთელობა.
თქვენთვის რა განცდა და რა ემოცია არის ის, რასაც ახლა ეკასაუბრობს და ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული არის პირველ რიგში, როცა ადამიანი საუბრობს შენზე, შენს გუნდის წევრებზე, კლინიკაზე, კარგს და ზუსტად ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ ამისთვის მიგვეღწია და ტოლვაც ეს იყო, როგორც ჩემი, ასევე ლაშასი, ასევე კახისი და მივაღწიეთ ამას არასრულყოფილად ჯერ კიდევ ახლები ხართ ჯერ ისედაც. მაგრამ ჩვენი მიზანი ნელ-ნელა მართლდება და კიდევ მათ ესნაირად კიდევ ბევრ ახალგაზრდას დავეხმარები და არა მარტო ახალგაზრდას, ყველას ვისაც ჭირდება რეაბილიტაცია. აი მათ ეს დაახლოებით რა პერიოდი დაჭირდება მკურნალობის კურსის და რა შეგვიძლია მათ ეს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი მკურნალობა დაჭირდება, პერიოდები აქვს მას თავისი, აქვს თავის დასვენების დრო, აქვს თავის მუშაობის დრო და დაახლოებით დაჭირდება 1 წელიწადამდე. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, მაგრამ მზად ხართ, ხო? კი, მზად არის სიხარულით. ველოდებით ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა. უშუალოდ თქვენი პროფილის შესახებ რომ მოგვიყვეთ და ჩვენ ახლა მათეს პრობლემით ვართ, ამბით ვართ მოსული, ვიცი რომ მათე თქვენთანაც გაივლის რეაბილიტაციის კურსს და ამის შესახებაც რა გითხრათ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. მე ვარ სალომე გიგაშვილი, მასაჟის თერაპევტი, 12 წლიანი გამოცდილებით და პლუს ამას ვარ რეანოს გუნდის წევრი. როგორც ლაშა და როგორც მირიანი იზრუნებს ხალხისთვის, ასევე ვიზრუნებ მეც, რა თქმა უნდა. რაც ჩემი მხრიდან გასაკეთებელია, იმაზე მეც გავაკეთებ, რაც შესაძლებლობა მოგცემს და მათ ეს რაც შეეხება კიდევ ჩემი მხარდაჭერა საჭიროა როგორც ფიზიოთერაპიასთან, ასევე სამკურნალო ვარჯიშებთან დაკავშირებით და მეც მათ გვერდში ვარ აბსოლუტურად ყველა კუთხით და ყველანაირად. პრობლემა რაც თქვენ ნახეთ რა არის და რამდენად როგორც სკოლიოზი, ლორდოზი, კუნთების მოდუნება, ასევე დაჭიმულობა, იმდენად ბევრია სამუშაო და გასაკეთებელი და ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, რადგანაც ავიღეთ ჩვენს თავზე და აიღო რეანო ამ პასუხისმგებლობა, ჩვენ პირნათლად შევასრულებთ მას. საკმაოდ შრომად და შრომატევადი სამუშაო იქნება, მაგრამ აუცილებლად შედეგამდე გავალთ. ახლა მათე არ არის სრულწლოვანი და გვაქვს, რა თქმა უნდა, მათეს ხელშეწყობა გვჭირდება, რა თქმა უნდა, მშობლის ხელშეწყობა გვჭირდება, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ, მაგრამ მისი მხრიდან აუცილებელია ხელშეწყობა, თუნდაც სიარული, თუნდაც აქტიური ცხოვრება, თუნდაც რაიმე სპორტით დაკავება, ეს რა თქმა უნდა შემდეგი ეტაპია, მაგრამ პირველ მთავარ ეტაპს მე და მირიანი და რეანოვას გუნდი გააკეთებს. ესე იგი მე გავიცანი თქვენი პერსონალი და არაჩვეულებრივი პროფესიონალები არიან, დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩემი რესპონდენტების შემთხვევაში და არ ვიცი მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებ და რას ნიშნავს შენთვის ეს, როდესაც ესე აქტიურად ხარ ჩართული? პირველ რიგში არ შემიძლია რომ მადლობა არ გადაგიხადოთ პირადად თქვენ, რასაც აკეთებთ ამ ხალხისთვის და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრისთვის გააკეთებთ. ეს ჩემთვის სასიხარულო არის. რაც შეეხება ჩემს ჩართულობას, მე მეტნაკლებად ვარ ჩართული, რადგან ისეთი გუნდი მყავს, იციან რომ მოგეხსენებათ სპორტსმენი ვარ, წასული ვარ მომზადებაზე და ძირითადად თითქმის არაფერზე არ მირეკავენ, მხოლოდ რაღაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, ამიტომაც მშვიდად ვარ და კონცენტრირებული ვარ ჩემს კარიერაზე. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი ჩემი გუნდის ესე ვთქვათ დონე და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თან მithumetes მაყურებელიც რომ ნახავს ახლა ამ სიუჟეტს, როდესაც შენ თავად ანდობ, დარწმუნებული ვარ შენს მეგობრებს, კოლეგებს, თანამშრომლებს საკუთარ ჯანმრთელობას, რამდენად მნიშვნელოვანია ხო ეს შენ პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ სულ ტრავმებთან არის ასოცირებული. ზუსტად ამის წინებზე ვხუმრობდით, რომ იმდენი ტრავმა მქონდა, იმდენჯერ ვიყავი ხოლმე რეაბილიტაციაში, საკუთარი კლინიკა გავხსენით ხო და აი წეღანაც ანუ თქვენ მოხვიდოდით დაახლოებით 20 წუთის წინ გავიარე ფიზიოთერაპია, ხარზე მაქვს ახლა პატარა პრობლემა და თითქმის თვის განმავლობაში 1-10 მაინც მიწევს მოსვლა და მინიმუმ აღდგენები. გეგმები რა არის სამომავლოდ რეანოვას? იქ ფილიალის გახსნა თუ იგეგმებას ხო? რაც შეეხება ფილიალს, ახლო მომავალში ჩავუშვებთ, ეს იქნება თბილისიც, ბათუმიც და რა თქმა უნდა, ახლო მომავალში ქუთაისიც. მაგრამ პირველი პროექტი იქნება დედაქალაქში.
გარდა იმისა, რომ ეს სასიამოვნო სიახლე ვუთხარი მე ჩემს მაყურებელს და მოუყევი ის, რომ ამ გადაცემამ წეღან შესავალშიც ვამბობდი, რომ გადაცემისთვის არ ჩაიწერა და რეალური შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, ყველაფრისა, კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ვუთხარით მაყურებელს შენი სახით, რომ სპორტის გარდა ასეთ საინტერესო კეთილი საქმეებითაც ხარ დაკავებული და საკმაოდ ისეთი ნაყოფიერი და კარგი. კიდე გვაქვს რაღაც ისეთი პროექტები, რომელიც ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული და ეგეც ახლო მომავალში გამოჩნდება. ანუ ჯერ არ გაგვიფრთხილოთ? ჯერჯერობით არა, დაველოდებით მოვლენების განვითარებას და შემდეგ უკვე ავტომატურად გამხელილი იქნება. მე აუცილებლად გაძლევთ პირობას თქვენს კახისაც მთელს თქვენს გუნდს, რომ კიდევ ერთი სიუჟეტით დაუბრუნდები აქ, იმიტომ რომ როდესაც უკვე მათე გამოჯანმრთელებული იქნება სიამაყით, ამას ვეტყვით ჩვენს მაყურებელს იმისთვის, რომ დამატებითი мотиваცია იყოს არა მარტო ამ ქალაქისთვის და აქ მცხოვრები საჭიროების მქონე ადამიანისთვის, თბილისიც არ არის შორს და პირადად მე ხა თქვენს სალომეს რო გავესაუბრე, გადავწყვიტე რომ მეც ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ვანდო, ეს არ არის რეკლამა, ეს არის მართლა ის, რასაც მთელი გულით თან სახუმარო საკითხი არ არის, ანუ ადამიანს ანდო ჯანმრთელობას, ესე იგი რა დონეზე კომპეტენტური უნდა იყოს ის ადამიანი, რომ უბრალოდ არასწორი თუნდაც მასაჟი რაღაც დანიშნულებით შეიძლება პირიქით ხარვეზები შემოიტანოს თქვენ ჯანმრთელობაში, ამიტომ მე შედეგები რაც ვნახე, რასაც თქვენი სპეციალისტები აკეთებენ, მართლა ცოტა დაუჯერებელი არის და ასეც ჩვენ კიდე ესე ვთქვათ, იმას არ ვაქვეყნებთ დაუშვათ რა მუშაობა მიდის, რა შედეგები არის, რაც აქ ხდება, იმის 10%-ს ვაქვეყნებთ, ესე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში. მათეზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ფიზიოთერაპევტებმა რაც არ უნდა გააკეთონ, მაინც 90% არის დამოკიდებული მათეზე. როდესაც ფიზიოთერაპევტი მას დაუნიშნავს ინსტრუქციას და იმ ინსტრუქციას არ დაიცავს და დაარღვევს, ეს ისევ მისთვის აზიანო იქნება. წეგან მოვისმინე, მეც არ ვიცოდი, მაგრამ მოვისმინე მერიანისგან ჩვენი ფიზიოთერაპევტი, რომ დაახლოებით 1 წელი ჭირდება, რომ აი ამ 1 წლის განმავლობაში სრულიად უნდა დაიცვას ის ინსტრუქცია, რასაც დაუნიშნავს. და ყველა რეკომენდაცია, რომელსაც მისცემენ, რომ პირდაპირ შესრულოს. და შეიძლება 1 წელიც არ დაჭირდეს, საქმეც მაგაში არის. ხო, ანუ ესეც ინდივიდუალურია, შეიძლება. ინდივიდუალური ის კი. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი რაღაც საინტერესო კოლაბორაცია შედგა ჩვენს შორის და მე აქვე პირობას ავიღებ შენგან საჯაროდ, რომ მოხვალ ჩემს გადაცემაშიც შენი ამბით. კი. მადლობა და წარმატებები მთელ თქვენს გუნდს. მადლობა ძალიან დიდი.